მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ვაგრძელებ ვიდეოების ჩაწერას ქართულ სამზარეულოზე. დღეს მინდა შემოვთავაზოთ ჩანახის რეცეპტი. ამისათვის საჭიროა, ესე იგი 300 გრამი ხორცი, საქონლის ხორცი, მე მიყვარს ცხიმის გარეშე. აგრეთვე ბულგარულები უკვე ნახეთ გარჩეული, გამოსუფთავებული და გამზადებული. ეს ტაფილო არ გეგონოთ, ეს არის ბატატი გახეხილი სახეხზე. ესე იგი გვექნება 2 ცალი მწვანე ბულგარული და 3 წითელი ბულგარული. ცალ-ცალკე აღებული ორივე სხვადასხვა არომატი აქვს. შემდეგ კვერცხის გული, რომ შეკრას ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული ხორცი, შიგთავსი და მწვანილი. მწვანილი, ახლა მე ვიცი ზოგიერთი შეამჩნევს, რომ აქ არის ღეროები, ეს მაინც უნდა დავაბლენდერო ჩემო მეგობრებო, ასე რომ ამას ყურადღება არ მიაქციოთ. შემდეგ ცალკე მაქვს დასაბლენდერებელი, ესე იგი ხახვი, ნიორი, ასევე მწვანე ბულგარული და ცოტა წითელი ბულგარულები. ესე იგი დავაჩოფერე, ეს ინგრედიენტი ხახვი, ნახევარი თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 2 ცალი პატარა ზომის ბულგარული მწვანე და 1 წითელი ბულგარული. ესეც შიგთავსისთვის, რომ შევურიოთ ხორცის ფარშს. შემდეგ გადავინაცვლოთ იქითკენ. რაც შეეხება ახლა ამ მასალას, კვერცხის გულს შევურევთ ფარშს, რომ არ დაიშალოს და შემდეგ შევურევთ ამ ბატატსაც შევურევთ ფარშს და შევურევთ კიდევ იმ დაჩოფერებულ მასალას. ამ დაჩოფერებულ ინგრედიენტებს ხახვი, ნიორი, ბულგარულები და მწვანილი. მწვანილად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, ნიახურიც უხდება, გემოვნებით მარილი. ამას ვამატებთ ჩვენ ინგრედიენტებს, ესე იგი ვაგრძელებთ ხმელის სუნელი, ხმელი ქინძი და გემოვნებით მარილი. ამას ახლა ხელით ამოვურევ და შემდეგ დაგებრუნდებით ისევ. ავურიე ფარშს ეს ინგრედიენტები, რაც გაჩვენეთ ყველაფერი და შემდეგ ეს ყველაფერი, ეს ფარში თავის ინგრედიენტები